აგეთ მოგესალმებით, გავაგრძელოთ ჩვენი ტრადიციული შეხვედრები საღვთო ისტორიის შესახებ. ჩვენ საუბრობდით, რაღაცა შესაქმის წიგნი არ დაგვისრულებია, მაგრამ შესაქმის წიგნი ჯერ არ დაგვისრულებია, თუმცა ჩვენ საგვაქვს, რა ქვია, რაღაცა ეტაპი უნდა დავიწყოთ ამ წიგნის ბოლო ნაწილს ვიწყებთ თხრობას. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ეს იოსების ისტორია, რომელზეც საუბარს იწყებს მოსეწინასწარმეტყველი, თუ კარგად არ გავიგებთ რაღაც დეტალებს, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, უმნიშვნელოვანესი დეტალები ჩვენ უბრალოდ ბევრ რამეს ვერ გავიგებთ იმ საოცარ ეპოქაში, რომელსაც როდესაც მოსე მოღვაწეობს, როდესაც ისრაელი ნაციად ყალიბდება, როდესაც ის დამოუკიდებელ სოციალურ სხეულს შექმნის და სახელმწიფოებრივი შენების გზაზე დადგება. აქედან ბევრი რამე გვექნება წასაღები. პლუს ამას ჩვენ თხრობაში გვექნება ერთი ასეთი თავისებურება, ზოგადად არ მიყვავს რიცხვებზე და ბაბადი თავებზე და მუხლებზე საუბარი, ასე არ იმავშები, მაგრამ ეს არის ერთადერთი შემთხვევა წმინდა წერილში, სადაც მე ყურადღებას ვაქცევ აი ციფრები მომყავს. კერძოდ რაზეა საუბარი. იოსების ისტორია იწყება 37 თავში. 37 თავში. შემდგომ ესე იგი 37 თავიდან მოდის 38 თავი და მე 39 თავი. ხო ლოგიკურია, მაგრამ როგორ არის იცით? ეს 37 თავი რომ მორჩება, ეს 38 თავში რა ამბავიც იწყება. თითქოს აი რაღაცნაირად ჩასმულია. აი თითქოს არაფერ შუაში არ არის. აი 37 თავის ბოლო მუხლი რო წავიკითხოს და 39 თავის პირველი მუხლი წავიკითხოთ, ლოგიკურად გრძელდება თხრობა. აი ეს 38 თავი არის ჩასმული ამ იმაში. თითქოს და სრულიად გაუგებრად. მართლაც თუ მიუყვებით თხრობას, სრულიად გაუგებრადია. ამიტომ ჩვენ ასე გავაკეთებთ 37 თავიდან 38 თავს გამოვტოვებთ, შეგნებულად გავაკეთებთ ამას და 38 თავს განვიხილავთ, როდესაც შესაქმის წიგნს მოვრჩენთ. აი ამ თავს გადავიდათ ბოლოში. რატომ ამას ნახავთ თავის ადგილას და იქაც ნახავთ და ხაზს გაუსვამთ იმას, რომ რატოა ჩასული სინამდვილეში, ჩასული სულაც არ არის, სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანი თხრობაა მოცემული და ზუსტად იოსების თხრობა უნდა გაეწყო, იოსებზე დაკავშირებული თხრობა უნდა გაეწყო და იმ ამბავს რა ამბავი 38 თავშია მოთხრობილი და ამის მიზეზებზე თავისთავად ცხადია ბოლოში ვისაუბრებთ, უბრალოდ ეს იმიტომ ვთქვი, რომ ჩვენ საუბრისას რაღაცას გამოვტოვებთ და არ ვიფიქროთ, რომ ეს გამორჩენილია პირიქით შეგნებულად არის გამოტოვებული. ხა რაც შეეხება უშუალოდ ამ ამბავს. წმინდა წერილში ასეთი რამე წერია, რომ ეს არის მოდგმა იაკობისა, ისევ როგორც ვიცით, რომ იყო მოდგმა აბრაამისა, მოდგმა ისააკისა, აი ახლა მოდგმა იაკობისა, ეს არის ის ხაზი, გრძელდება ის ხაზი, რომელიც ხაზიც დაიწყო მამამთავარ აბრაამთან და აი იაკობის მოდგმას როგორ ახასიათებს წმინდა წერილი, რა არის მოდგმა იაკობისა. პირდაპირ წერს, იოსები იყო ძე იაკობისა. აი აქ უნდა გავჩერდეთ. იაკობს ყავს 12 ძე. და თუ წმინდა წერილი მეუბნება, რომ ვემზადები ახლა მე მოსასმენად, რომ იაკობის მოდგმა რა არის, მაშინ იოსები კი არა, დანარჩენი 11-იც უნდა დაასახელოს. არც ერთს არ ასახელებს წმინდა წერილი, არც ერთს არ ასახელებს. ამ 12-დან მხოლოდ ერთ სიტყვის, რომ იაკობის მოდგმა სინამდვილეში არის იოსები. არც იუდა, არც ბენიამინი, არც ის რა ქვია, ისაქარი, არც რუბენი, არავინ არ არის იაკობის მოდგმა გარდა იოსებისა. აი აქ ამ ადგილას ჩვენ ხედავთ ძალიან საინტერესო მიმართულებას, რომელსაც მოსეწინასწარმეტყველი თავიდან მიამახვილებდა ყურადღებას და მე თქვენ მინდა შეგახსენოთ. კერძოდ გავიხსენოთ, აბრაამს ყავს ისმაელი და ფიქრობს, რომ ეს არის ის, ვისაც უნდა ახსოვდეს საფრთხო გამოცხადება, საფრთხო კურთხევა და შემდგომ გამოჩნდება ისააკი და აღმოჩნდება, რომ ისმაელი კი არა, ისააკია. ის ანუ აბრაამს რო ეგონა ის კი არ არის, აბრაამს რო არ ეგონა ის არის სწორედ კურთხევის გამაგრძელებელი. მე ისააკს ყავს ორი ძე, ესავი და იაკობი. ისააკი ფიქრობს, რომ ესავია ის, ვინც გააგრძელებს ამ ყველაფერს, მაგრამ ისააკი რო ფიქრობს, ისე არ გაგრძელდება. ისააკი რო არ ფიქრობს, ისე გაგრძელდება. იაკობზე გადავა ეს ყველაფერი. აი ახლა წმინდა წერილი აგრძელებს თხრობაზე გვეუბნება. იაკობის ძე არის იოსები. იაკობი ფიქრობს იოსებზე. იოსებით უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი. ჩვენ ახლა წინ ვიტყვით, მე კიდე მივაქცევთ ამას ყურადღებას თავისთავად სანამ წინ ვიტყვით. იაკობსაც არ გაუმართლდება ეს, იოსებით არ გაგრძელდება. ეს გაგრძელდება სულ სხვა პიროვნებით. ეს არის იუდა, მისი ერთ-ერთი შვილი. იუდას შესახებ ცოტა მოგვიანებით თავისთავად ცხადია ვისაუბრებთ. ანუ წმინდა წერილის თხრობა თავიდანვე მიდის ასე, რომ ისმაელი ეგონათ ისააკი გახდა, ისააკი ეგონათ იაკობი, ესავი ეგონათ იაკობი გახდა, ახლა იოსები გონია და იუდა უნდა გახდეს. ანუ ლოგიკა მიდის აქეთ, საფრთხო განგებულება მიდის სხვა მიმართულებით. მე მახსოვს თავისუფლად თქვენ გითხარით ასეთი სიტყვები, რომ წმინდა წერილში მის ძველი აღთქმის ნაწილში შეინიშნება ასეთი რამ, როგორ
როგორი გამოხატულება იმ მტრობისა, რა მტრობას ღმერთმა ჩამოაღრა, მტრობას ღმერთმა გააცხადა დედაკაცსა და გველს შორის, დედაკაცის თესლსა და გველის თესლს შორის. ჩვენ ვთქვით, რომ ეს მტრობა უწინარესყოლისა გაცხადებულია მენტალურ სფეროში, რომ აზროვნება გამოჩნდა ისეთი, რომელიც ყოველთვის დაუპირისპირდება იმ აზროვნებას, რომელიც სათნო აღთვისათვის და საფრთხო აზროვნება არასდროს არ შეეთვისება აი ამ გამოგონილ, აი ამ ყალბღერებულებებს, ყალფასეულობებს და შესაბამისად აი ეს მტრობის ეპოქა რაც დაიწყო, ამ მტრობის ეპოქის ამ დაპირისპირების გენერალური ასე ვთქვათ შებმა და სრული სურათი წარმოქმნილი იქნება გოლგოთის მისტერიაში. მანამდე გოლგოთამდე სულ ეს აგვაქვს. გონიათ ერთი ხდება მეორე. ფიქრობენ ლოგიკა მიდის ერთი მიმართულებით, მაგრამ საფრთხო ლოგიკა სხვა რამეს გულისხმობს. ანუ ჩვენ ვისაუბრებთ იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს მიზეშედეგობრივ კავშირზე დაფუძნებული მიწიერი ლოგიკა და არსებობს სულიერი ლოგიკა, რომელიც მიზეშედეგობრივ კავშირებზე არ არის დაფუძნებული. აი გუშინ მქონდა შეხვედრა და იქ თქვი მართლაც აი რომ წარმოვიდგინოთ, ხო? რომ წარმოვიდგინოთ, აი მიწიერი ლოგიკა რა არის? ლოგიკა, რომელთაც დაცემული ძალა ხელმძღვანელობს. მე არ მოგეს ლოგიკა არ ვარ, შესანიშნავი ლოგიკა, მაგრამ ამით ხელმძღვანელობს დაცემული ძალა. სხვა არაფრის გაკეთება მას არ შეუძლია, მას შეუძლია სწორედ აი გათვლების გაკეთება. და თუ აუდრის ბეს და ბეუდრის წეს, მაშინ ამ ლოგიკიდან გამომდინარე აუდრის წეს, ხო? ეს არის მიზეშედეგობრივი კავშირი, რომელზეც აი ეს აი ამ ქვეყნიური მიწიერი ლოგიკური აზროვნება მოძრაობს, მაგრამ საფრთხო ლოგიკა, სულიერი ლოგიკა აბსოლუტურად სხვა რამეა. და სულიერი ლოგიკის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ამისათვის რაღაცა ფორმულა არ გამოგვადგება. ფორმულა, რომელიც რაციონალური მსჯელობის შედეგად შეიძლება იყოს წარმოქმნილი. არა რაციონალური, რაღაც არაორდინალური მაგალითებით შეგვიძლია ეს აღწეროთ. კერძოდ, აი საფრთხო ლოგიკის, სულიერი ლოგიკის ფორმულები წარმოქმნილია წმინდანთა ცხოვრებაში. შეგიძლიათ მომიყვანოთ ნებისმიერი თქვენ რომელიც კიდათ ის დაასახელეთ, ერთი წმინდანი მაინც დამისახელოთ, რომელიც მიწიერი ლოგიკის ჩარჩოებში, აი ამ ხორციელი მიზეშედეგობრივი ლოგიკის ჩარჩოებში ჩნდება. აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ერთ-ერთი წმინდანი ამ ლოგიკის ჩარჩოებში ვერ ეტება. უფრო მეტია, ვიდრე ეს მიზეშედეგობრივი კავშირი, უფრო მეტია, ვიდრე ეს სამქვეყნიური ურთიერთობა. აი სწორედ აი ამათში ჩნდება აი ეს სულიერი ლოგიკა, რაც საბოლოოდ უნდა გამოვლინდეს მაცხოვრის ჯვარცმისას. აი იოსებთან დაკავშირებითაც სწორედ იგივე გვაქვს. იოსები რაღაც სხვანაირია და ეს სხვანაირობა აინტერესებს იაკობს სწორედ. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ისაც თავის დროზე ვთქვით. ისააკმა იცის აბრაამის მთელი ცხოვრება. იაკობმა იცის ისააკისა და აბრაამის მთელი ცხოვრება. ახლა იოსებმა იცის იაკობის, ისააკისა და აბრაამის მთელი ცხოვრება. თლიანად ენციკლოპედიური ცოდნასავით ამ პიროვნებებს აი მამამთავრების ცხოვრება და თვალწინავთ გადაშლები. და როდესაც იაკობი უყურებს თავის 12 შვილს, ნუ შესაძლებელია ბენიამინზე ყველაზე ნაკლებად კეთდება აქცენტი, მაგრამ როდესაც იაკობი უყურებს თავის 12 შვილს, ხედავს ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს. მან იცის ძალიან კარგად, რას ნიშნავს იყო უფროსი შვილი. თვითონ არ იყო უფროსი შვილი. არც ისააკი იყო უფროსი შვილი, არც აბრაამი იყო უფროსი შვილი. იაკობა ძალიან კარგად იცის, რომ უფროსი შვილობა არ ნიშნავს, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ის გამორჩეული უნდა იყოს იმ მსახურებისათვის, რამ მსახურებისთვისაც ღმერთმა აბრაამი გამოირჩია. შესაბამისად, იაკობის არჩევანი მიდის თავის შვილებს შორის, არა იმ ნიშით, ვინ არის უფროსი, არამედ იმ ნიშით, ვინ არის ღირსეული. და ღირსეულს უყურებს, ხედავს, რომ ღირსეული არის იოსები. რატომ ამბობ ახლა ამას მე? არის ეგზეგეტიკაში ასე გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ იმას რა ქვია, იაკობს იოსები გამორჩეულად უყვარს, ანუ იოსები არის მაინც და მაინც იაკობის ზემინაიდან ის შეეძინა პირველად რაქელისაგან, თავისი საყვარელი ცოლისაგან, ანუ იმისაგან, ვის გამოც მან ამდენი ხანი იმსახურა ლაბანთან და სწორედ რაქელისაგან შეძენილი პირშოს განიკუთვნებს, გაისაკუთრებს ის და მასზე აქვს განსაკუთრებული განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებული. ახლა ჩვენ ამ ნიშნით აქვს ამას არსებობის უფლება თავის დავაცხადია, მაგრამ ეს მიდგომა ვერ გვიხსნის შემდეგ რამეს, რატომ არის იოსები ძე იაკობისა და არ არის ბენიამინი ძე იაკობისა, იმიტომ რომ როდესაც ბენიამინი მშობიარობას გადაყვა რაქელი და ბენიამინი უფრო უნდა ახსენებდეს მას რაქელს, ვიდრე იოსები. გარდა ამისა, წარმოუდგენელია აბსოლუტურად გავიაზრებია, აი ეს კონტექსტი წავიღოთ და დავუთით, რომელსაც ცოტა მოგვიანებით ვახსენებთ, იაკობის დამოკიდებულება თავისი შვილებისადმი, სადაც ის აი ასეთ განსაკუთრებულ იმას რა ქვია ყურადღებას იოსების მიმართ იჩენს არა იმ ნიშნით, რომ რაქელის ძეა, არამედ აბსოლუტურად სხვა ნიშნით და ამას აუცილებლად თავის დროზე ვნახავთ. სხვაგვარად რო ვთქვათ, იოსები არის ძე იაკობისა, ნიშნავს ამას, რომ იოსები არის გამორჩეული, ღირსეული ძე იაკობისა და ეს არის თვითონ იაკობის არჩევანი. იაკობი ხედავს, რომ 12 შორის განსაკუთრებული არის იოსები.
ახლა იოსების განსაკუთრებულობა ორი რამით, უпроსტად ერთი რამით ხასიათდება, ხოლო მეორე რამით იაკობის მიერ რეზიუმირდება. კერძოდ, იაკობმა იოსებს შეუკერა ჭრელი კვართი. ანუ განსაკუთრებული ხალათი შეუკერა, ებრაულიდან ეს ხალათი ტერმინოლოგიურად როგორი იცით, გარდა ჭრელისა ნიშნავს კიდე გრძელს, გრძელსამოს. და აი ეს ჭრელი კვართი სახე-სიმბოლოა, პირდაპირ მინდა გითხრათ, წმინდა წერილში არც ერთი ძველი აღთქმის ნაწილში თავისთავად ცხადია, არც ერთი პერსონაჟი, რაც არ უნდა დიდი იყოს ის, იმდენჯერ არ ყოფილა ჩვენი მაცხოვრის სიმბოლო, როგორც იოსებია. არც ერთმა წმინდა მამამ ვერ შეძლო და ვერ შეძლებდა თავისთავად ცხადია, იოსებზე მეტი სიმბოლოები, რომელიმე პერსონაჟი მოენახა. იოსებმა ყველაზე მეტად დაიტია სიმბოლოები, რომელმაც მესიანური მოღვაწეობის სამომავლო გზა გააცხადა. ახლა ჩვენ რა გვინდა ვთქვათ, რომ ეს კვართის შემოსვა და ახამჭრელი კვართის შემოსვა წინა სახით ხედავენ, როგორც მაცხოვრის მიერ იმის ადამიანური ბუნების მიღებას, ანუ ამ შემთხვევაში იოსები არის საყვარელი ძე მამისა, ისე როგორც ჩვენი მაცხოვარი არის ხოლოჩობილი და საყვარელი ძე მამისა და ამ კარტით შემოსვა, ეს არის წინა სახე მაცხოვრის განკაცების და ეს სიმბოლო ცოტა მოგვიანებით კიდე სხვანაირად გამოგვადგება და ამას თავისთავად ცხადია მივაქცევთ ყურადღებას, მაგრამ ახლა რა მინდა თქვა. კვართის შეკერვა, როდესაც შეიხი მას რა ქვია, თავის შვილებს შორის ვინმეს განსაკუთრებულ საჩუქარს მისცემდა და განსაკუთრებულ საჩუქარში გულისხმობს სწორედ ამ სამოსელს კვართს, ეს იყო მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მემკვიდრეთ მას უკვე გამორჩეული ყავს რაღაცა ერთი. და ეს ერთი არის ის, ვისაც აი ეს ძღვენი მისცა. და შესაბამისად, როდესაც იოსები ამ კვართს შეიმოსავს, თავისთავად ცხადია ძმებისათვის ეს აბსოლუტურად გასაგებია, რომ იაკობმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ მისი გზის გამძლებელი, მისი მემკვიდრე უნდა იყოს ამ თორმეტ შორის მხოლოდ იოსები. ეს იყო გამოხატულება იაკობის დამოკიდებულებისა. მაგრამ ამ გამოხატულების წინაპირობა, ანუ ღირსეულობა იოსების საიდან ჩანს, წმინდა წერილი ასეთ რამას გვეუბნება. იოსებს ცუდი ხმები მიჰქონდა ძმებზე თავის მამასთან. აი ეს არის ძალიან საინტერესო კონტექსტი და ამაზე უნდა გავაჩეროთ ყურადღება. ჩვენ სეპტუაგინტას თარგმანი ცოტა სხვანაირი გვაქვს, ამიტომ ეგზეგეტიკა აქ ორ ნაწილად იყოფა. ახლა ნეტარი თეოდორიტ, ეფრემ ასური თარგუმები, აკვილას და სიმახოსის თარგმანი იძლევა იმასაც თქვიმე მასორეტული ტექსტის მიხედვით, რომ იოსებს მიჰქონდა ცუდი ამბები მამასთან. თუმცა იოანე ოქროპირი კითხულობს სეპტუაგინტას იმ ნაწილს, უბრალოდ იმ რედაქციას, სადაც წერია პირდაპირ. იოსებს კი არ მიჰქონდა ცუდი ამბები, არა, ძმებს მიჰქონდა ცუდი ამბები იოსებზე მამასთან. აი ეს ორი დეტალი. ახლა ვინც მიყვება ამ ნაწილს, ტექსტის ამ ნაწილს, სადაც ძმებს მიჰქონდა ცუდი ამბავი და არა იოსებს, ანუ ძმები, ასე ვთქვათ, ძმებს მიჰქონდა ცუდი ამბები იოსებზე. ისინი ამბობდნენ, რომ ესე იგი ემტერებიან იოსებს და იმისათვის, რომ მამის თვალში იოსების ავტორიტეტი დაეცეს და მისი გამორჩეულობის პრინციპი შერყეულ იქნას, ამისათვის ბევრ ცუდ ამბავს ეუბნებიან, ანუ აი ამ იმას რა ქვია, შური რაც არის და ბოხმა რაც არის, ამით აღზრუნი იოსების წინააღმდეგ მოქმედებენ და პარალელს ატარებენ მაცხოვართან, რომელსაც სრულიად უსამართლოდ ზრდებდნენ ბრალს. და იაკობის დამოკიდებულებაც უყურებენ ამაში, რომ იაკობი ხედავდა, რომ მისი შვილები იტყუებოდნენ, ანუ იოსები არ იყო ისეთი ცუდი, როგორც ცუდათაც მაცმები წარმოაჩენდნენ და ამიტომაც განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა იოსებთან, რადგან თუ მტრობდნენ, ესე იგი იოსები მართლა კარგი იყო და რადგან კარგი იყო, ამიტომაც გამოარჩია ის თავის ძედ. ეს აი ეს მიდგომა. მეორე მიდგომა აქ საინტერესო ძალიან. მეორე მიდგომა არის ასეთი რამ, როდესაც საუბარია, რომ პირიქით იოსებს მიჰქონდა ცუდი ამბები ძმებზე და რადგანაც აი ცუდი ამბები მიჰქონდა ძმებზე, ამიტომაც ძმები ვერ იტანენ მას, ამას დაემატება მისი გამორჩეულობა, ამას დაემატება ჭრელი კვართი და კიდე რაღაცა ერთი დეტალი, რომელზეც ახლა ყურადღებას მივაქცევთ და ეს ყველაფერი რეზიუმირდება იოსებისადმი მტრობაში. რატო უნდა მიქონდეს იოსებს ცუდი ამბები სხვასთან? ერთ-ერთი მოტივი, რატომაც ამ თარგმანს არ იღებენ, გახლავთ ის, რომ თითქოს და იოსები არის მაბეზღარი, ანუ ეს ჩამშვები და შესაბამისად იოსების მაღალ მორალურ
ხასიათს და სახეს ეს არ შეშვენის. თუ წმინდა წერილი ამას არ დაწერდა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ავტორიტეტული თარგმანი და ძალიან ავტორიტეტული ისინი, რა ქვია, ეგზეგეტები, სწორედ ამ ნაწილს აქცევენ ყურადღებას, რომ იოსებს მიქონდათ ცუდი ხმები და არა იოსებზე მიქონდათ ცუდი ხმები. მეგობრებო, საქმე ის გახალხო, ჩვენ დავსვათ ასეთი კითხვა, რა არის მაბეზღარობა მამის წინაშე და რა არ არის მაბეზღარობა მამის წინაშე. რა არის ის რაც ცუდი სახით შეიძლება გამოჩნდეს და რა არის ისაც დადებითი სახით შეიძლება გამოჩნდეს. ზოგადად მაბეზღარობა გააზრებული ასე, როდესაც შენ მიგაქ ამბავი სხვასთან იმისათვის, რომ ამ ცუდმა ამბავმა შენ სასარგებლოდ იმოქმედოს. შენ სასარგებლოდ იმოქმედოს. ან ისა რა ქვია, უფრო დაფასდე მის თვალში, ვისთანაც მიგაქ ეს ამბავი, ან ეს ყველაფერი გამოიყენო იმისათვის, რომ შემდგომ მას ავნო და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. მაგრამ არის მეორე დეტალი. ანუ ეს ამბის მიტანა ამ მოტივით, მაგრამ ამბის მიტანა შეიძლება ხდებოდეს სხვა მოტივითაც. აი მაგალითად, ძმა-ძმას ეუბნება, რომ რაც შემდგომ სწავლებაშიც აქვს მოცემული, ძმა-ძმას ეუბნება, რომ ცუდად იქცევა და დაანებოს ამ ცუდ საქციელს თავი. მაგრამ ვერაფერს ვერ გახდა, ანუ მისი ავტორიტეტი ძმასთან არ ჭრის. შემდგომ ამ ძმამ გააკეთა ყველაფერი, რაღაც სამეგობროსთან ერთად ელაპარაკა თავის ძმას, რომ თხოვოს, რომ აი რამენაირად შთააგონოს, რომ ამ ცუდ საქმეს დაანებოს თავი. მაგრამ ამანაც არ იმოქმედა. მართალი იქნება თუ არა ეს ძმა, თუ კი იტყვის, რომ თავი ქუსვის გეხლია და არ მიმართავს უზენაეს ავტორიტეტს, რომელმაც საბოლოოდ ჩაერიოს და იქნება ეს ყველაფერი გამოასწოროს. მართალი იქნება თუ არა აი ამ განსასწრელში მყოფი ძმის წინაშე და იმ მშობლის წინაშე, რომელიც უცოდინრობის გამო ამაში ვერ ჩაერევა. თავისთავად ცხადი არ იქნება მართალი არანაირად. ეს არის ასე ვთქვათ, ის ნაბიჯი, დანაბიჯეთ წასვლამას მოუწია. მაგრამ ყურადღება მივაქციოთ, თუ პირველ შემთხვევაში ამბის მიმტანობა სახეზია, მეორე შემთხვევაშიც ამბის მიმტანობა სახეზია, მაგრამ მოტივია სხვადასხვა. ერთის მოტივია, რომ მე სარგებელს ხედავ სხვისი ცუდი ამის გაცხადებაში და მეორეს მოტივია, სარგებელს კი არ ხედავ, საშველს ვეძებ, რომ ამ სიცუდეს მე ვერ უშველე და უფრო მაღალ ინსტანციას მივმართავ საამისოდ. ამიტომ აი ამ მონაკვეთს თუ წავიკითხავ და ვნახავთ, რომ იოსებს ცუდი ამბები მიჰქონდა ძმებზე, ჩვენ ვნახავთ, რომ ძმებზე მართლა სასიკეთო არაფერია სათქმელი, იმდენად სასტიკები და იმდენად ძიმეს სულიერ მდგომარეობაში, ძიმეს დაობრივ მდგომარეობაში არიან. ამიტომაც იოსებს, რომელსაც ისედაც ვერ იტანენ, იოსებს ისედაც, რომელსაც ისედაც ვერ იმას უშვებიან, რა ქვია, წმინდა წერილში პირდაპირ წერია ეს სიტყვები, მშვიდობიანად ვერ ესალმებოდნენ, ანუ გამარჯვების თქმაც კი არ შეუძლია მშვიდად იმ დონეზე აღიზიანებ. თავისთავად ცხადია ამ შემთხვევაში იოსები არის ყოვლად უძლური, მისი სიტყვა ოდნავ მაინც ავტორიტეტული იქცეს, ოდნავ მაინც ავტორიტეტული გახდეს ძმების თვალში. ეს მამა არის ერთადერთი ინსტანცია, რომელიც ჩააყენოს საქმეს გულში, რამდენად მძიმე მდგომარეობაში არიან ძმები და რამდენად ისა აქვთ, რა ქვია, რამდენად მისახედია მათი მდგომარეობა. სავარაუდოდ იაკობი ხედავს სწორედ იოსების აი ამ მოშურნეობას და ჩვენ იოსები რომ აქ მოშურნეობს, პედაგოგიური დამოკიდებულება რო აქვს ძმებთან, ძმებზე რო ზრუნავს, ამას ვნახავთ ორჯერ და იმხელა სისრულით გამოიხატება ეს და იმხელა სიყვარულით გამოიხატება ის, რომ იოსების ამოქმედებაში მაბეზღარობას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენთ. შესაბამისად, ყურადღებას ვაქცევთ სწორედ იმ ნაწილს, რომ მამას იოსები გამორჩეული ყავს სწორედ ამიტომ, იოსებში ხედავს არა მარტო ღირსეულს, იოსებში რას ხედავს? იოსებში ხედავს ძმებზე მზრუნველს. იოსები არ არის ის, რაც ესავსა და იაკობს შორის მოხდა. რა მოხდა ესავსა და იაკობს შორის? ჭამასვა, წავიდა და არაფრად ჩააგდო ეს ყველაფერი. ესამა თვითონ თუ აქ მაყოფილი იაკობი რა უნდა სულ არ აინტერესებს. იოსებთან დაკავშირებით ეს კი არ არის. იოსებში იაკობი ხედავს ასეთ რამეს, რომ იოსები იზრუნებს ყოველთვის ძმებზე. რას ნიშნავს იზრუნებს ძმებზე? იზრუნებს ძმებზე ნიშნავს ერთადერთ რამეს. იზრუნებს იმაზე, რომ ძმებში არ გაქრეს ის იდენტური ნიშანი, რაც მათ უნდა ახასიათებდეს რა, ისინი არიან ძენი აბრაამისანი. აბრაამის შთამომავლებიანი და აბრაამის შთამომავლობის თავარი ნიშანი რა არის, ჩვენ ვილაპარაკეთ ამაზე, არა ის, რომ ის ბიოლოგიური მემკვიდრეა იმისა, რა ქვია, აბრაამისა, არამედ მენტალური მემკვიდრეობა, ანუ აბრაამთან მიცემული აბრაამთან წარმოდგენილი სააზროვნო სისტემა, აბრაამისათვის მიცემული აღთქმები, იოსები იზრუნებს, რომ ამან იცხოვროს, იმას რა ქვია, იაკობის ძეთა შორის. მართლაც წმინდა წერილი საოცარ ამას ამბობს. ნახეთ რას ამბობს, იმას კი არ ამბობს, რომ იაკობს უყვარდა იოსები. არა. ამბობს ასეთ სიტყვებს, ისრაელს უყვარდა იოსები.
ჩვენ ვიცით რომ იაკობს ეწოდა სახელი ისრაელი, ჩვენ ვიცით რომ ისრაელი და იაკობი ერთი და იგივე ადამიანს ნიშნავს, მაგრამ რატომღაც წმინდა წერილს აქვს ასეთი ჩვეულება. ეს აქ დაიწყო მოსემ და აქ რაც თქვა მოსემ, ის გააგრძელებს ამას, მე გააგრძელებენ სხვა ავტორები. კერძოდ რა, აი ამ პიროვნებას დაკავშირებით, აქედან ჩვენ ვიცოდოთ სახელმწიფო ისრაელი წამოვა, ხო? აი, როდესაც წინასწარმეტყველებს უნდათ რაღაცა უარყოფითი თქვან ისრაელზე, როდესაც წინასწარმეტყველებს უნდათ რაღაცა მამხილებელი თქვან ისრაელზე, იტყვიან ასეთ სიტყვებს: ისმინე იაკობ. აქ მამოთავარი იაკობს კი არ მიმართავენ, არა? აბრაამ ხო ისრაელს მიმართავენ, მაგრამ ისრაელის სახელის ღირსად არ ხდიან. დროს მაგრამ თუ მამუგეშებელია სათქმელი, ხო? იტყვიან ამას ამბობს უფალი ყოველთვის ასე არ ხდება, მაგრამ არის ამის მაგალითები, რომ ამას ისმინე ისრაელ ამას ამბობს უფალი ღმერთიშენი, ისრაელს როდესაც იაკობს უწოდებ, აქ უკვე დამოკიდებულება ის რომ შენ არ ხარ ამ სახელის ტარების ღირსი. აი აქაც როდესაც წმინდა წერილში მოსე წინასწარმეტყველი აკეთებს არჩევანს და ამბობს იაკობს კი არ უყვარდა იოსები, არა, ისრაელს უყვარდა იოსები, ამით სწორედ აი ამ მოტივზე მიუთითებს, რომ იოსები ზრუნავს ვიზე დანარჩენ თერთმეტზე, რომელთან ერთად რა უნდა წარმოდგეს? უნდა წარმოდგეს ის, რასაც ჩვენ წმინდანებით დავარქვევთ ძველი აღთქმის ეკლესიას. შესაბამისად, იოსები იაკობისგან გამორჩეულიან პიროვნებად, რომელმაც უნდა იზრუნოს თავის ძმებზე კი არა, რომელმაც უნდა იზრუნოს ვიზე? ისრაელზე. ამიტომაც აი ეს ამბის მიმტანობა იაკობისგან არ არის მაბეზღარობის მიმღებელი, ეს ასე თვითონ იაკობსაც არაა გაგებული, ამას იოსებიც არ აკეთებს და რატო არ აკეთებს, ამას ცოტა მოგვიანებით წმინდა წერილი სრულიად გარკვევით გვიჩვენებს. შესაბამისად, მე გითხარით ის ერთი გააზრება ტექსტისა, რომელიც ერთ ნაწილში გვაქვს მოცემული, მაგრამ აი ეს მეორე გააზრება არის, რომელსაც როგორც გითხარით, უფრო მეტი მომხრე ყავს, თარგმანებში უფრო მეტად ისახება და აზრობრივათაც უფრო მისაღებია და დასაყრდენია. აი სწორედ აი ეს მოცემულობაა და აი ამ მოცემულობის საბოლოო რეზუმირებისათვის ერთ ასეთ ამბავს მოყვება წმინდა წერილი. ახლა წარმოიდგინეთ ასე ძალიან საინტერესო მომენტი. ძალიან საინტერესო მომენტი. ხა იოსებმაც, იაკობმაც, ყველა მიცის რა დაძაბული მდგომარეობა ოჯახში, ხო? ძმები ვერ იტანენ იოსებს. მშვიდობით გამარჯვებასაც ვერ ეუბნებიან. ეს ზოგადად გაღიზიანებული შური თავსებული კაცის ერთ-ერთი თვისება, მე არ მახსოვს თქვენ გითხარით თუ არა, არ არის გამორიცხული რომ მე თქვა, აი ბასილი დიც აქვს საოცარი ქადაგება შურთან დაკავშირებით. საოცარ ყველას ურჩევამის გამხადაგების საკითხას, სხვათა შორის სულხან საბარასაც როგორც გამართავშობს, ხო? შური რა არის? წუხარება სხვის სიკეთეზე, ხო? აი ამას ამბობს ბასილი დიდი, აქედან არის წამოღებული ბასილი ამბობს ამას, ხო? შური არის წუხარება სხვის სიკეთეზე. და წაიკითხავ ძალიან საინტერესო ბასილი დიდის ეს ჰომილია, როგორ ახასიათებს შურიან ადამიანს. მის აი შინაგან აი შეშურდება ნებისმიერ ფსიქოლოგს და ფსიქოანალიტიკოს აი ის დაკვირვება და აი ის რა ქვია გააზრება შურისა, რაც ადამიანში შურისა და იმ მდგომარეობისა, რასაც შური იწვევს ადამიანში. ნახეთ მეგობრებო, რა არის საინტერესო, რომ ამ შურთან საუბრის, ამ შურზე ბევრი წმინდა მამა საუბრობს და განსაკუთრებით მახსენდება წმინდა იოანე ოქროპირი, რომელიც საოცარ სიტყვებს ამბობს. ეს ბასილი დიდის სამქადაგებას მართლა ყველას ურჩევა, ყველამ წაიკითხოს, აი დაგვანახებს რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ, თუ კი შურს მივცემთ უფლებას ჩვენ გონებაში მოიკალათოს, როგორ ხდებით მონა მისი ნებისმიერი ბრძანებისა და ნებისმიერი მითითებისა. და ოქროპირისგან აი ეს მახსოვს ძალიან ის კარგად, რომ ყველა ვნებასო აქვსო რაღაცა ისეთიო, რომელიც სულს აზიანებსო, მაგრამ გატყუებსო, იმიტომ რომ ხორცის მაამებელი ხდებაო. და ამ ხორცის მაამებლობითო ყურადღებას ნაკლებად დაქცევო სულის მავნებელ რამეს და მიიღებო ავნებასო და აი ამ იმას აქვია მოტყუდებიო. და შური არისო ერთადერთი ვნებაო, რომელიც ხორცაც კი არ აძლევს არაფერ ნუკეშსო. და ის რამდენად რაოდენ უგუნური ხარ, კიდე რაღაც ბუშობი თუ დაეცემი, ვერსოს მოყარეობა თუ შეგიპოვს რაღაცა, ხო? რაღაცას ხორციელი გიტაცებს მაინც და ლოგიკა შეიძლება წარმოდგენილი იყოს, მაგრამ რაოდენ ავადმყოფური მდგომარეობა, როდესაც იმ ვნებას მიიღებ, რომელი ვნებაც არც ხორციელი მას იძლევა, რა ქვია, თქმობას იძლევა და სულსაც ასე აზიანებსო. მართლაც შური არის მეგობრებო ის, ჩვენ თავის დროზე ვილაპარაკეთ, ეს კი მახსოვს, რის გამოც დაცემული ძალა გადაემტერა ადამიანს, კაინი მოკლავს აბელს
ხელს, ახლა იოსებს გაყიდიან ძმები, შემდგომ საული დაუწყებს დავითს დევნას და ბევრი მაგალითია წმინდა წერილში და ზოგადად კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ მაგალითთა შორის მაგალითია, რომ სწორედ ამ შურის გამო საბოლოოდ ღმერთთან ურთიერთობაზე უარს იტყვიან, თვალს დახუჭავენ მის ხილვაზე და ჯვარზე გააკრავენ მას. აი ახლა ესეთი მძიმე მდგომარეობაა იაკობის ოჯახში, იოსების გარშემო, იოსებთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ის ცხრებს მწყემსავდა იაკობის თანაცოლებთან, ანუ რაქელისა და ლიას მხევლიშვილებთან ერთად და აი რაღაცნაირად თითქოს და დაჯგუფებებიც კი არის უკვე იაკობის ოჯახში, მაგრამ აი ეს მდგომარეობაა წარმოდგენილი, რომ ამ დაძაბულობის დროს უცებ იოსები გამოდის და ამბობს, რომ სიზმარი დამესიზმრო. და მოყვება ამ სიზმარს იოსები. სიზმარი კი ასეთია. ძდებს კრავდით ჩვენ და ჩემი ძნა ამაღლდა და თქვენმა ძნებმა თაყვანის წეს. ახლა ამ გაგანია დაძაბულობის დროს, აი ამ გაგანია დაძაბულობის დროს. ხო შეგიძლია შეგალოცულო სიზმარი თუ ნახე წახდი და მამაშენს მოუყვე. ყველას გასაგონად არ თქვა ეს ყველაფერი. ისედაც გაღიზიანებულები არიან, ისედაც ვერ გიტანე. და ახლა ამათ გასაგონად ამორო, აი მოვა დრო და თქვენ თაყვანი უნდა მცეთ მე. ყველა მას ეგ არის ეს სიზმარი. ნუ თუ მეფე გახდები ჩვენ, ნუ თუ თაყვანი უნდა გცეთ ჩვენ. და კიდევ უფრო იმას იზამენ შეშურდება, კიდევ უფრო შეძულდება თავიანთი ძმა და საინტერესო ის არის, რომ იაკობის შენიშვნას არ აძლევს. არ აძლევს იაკობის შენიშვნას, განსხვავებით მეორე შემთხვევაზე ახლა დავიწყებთ საუბარს და დავსვათ კითხვა, რა დააშავა იოსება. რა დააშავა იოსება, თუ კი მოყვა თავისი სიზმარი. ერთადერთი რაც შეიძლება ვთქვათ ეს არის ის, რომ იოსება დააშავა ჭყალებში ისიც დააშავა ის, რომ ძმებთან მოყვა ეს სიზმარი, თორე და მოეყოლა მამასთან, თორე იოსების დანაშაული რაში უნდა იყოს, მან მოყვა ის, რაც ნახა, მორჩა და გათავდა. ამიტომაც აულებენ პარალელს, რომ იოსებს არ მოეყოლა ეს სიზმარი და ძმების შური არ გაეღვივებინა კიდე. მაშინ ხო არ უნდა გვეფიქრა ისეც, რომ მაცხოვარი რო ქადაგებდა, მაცხოვრის ქადაგება სულ არ სიამოვნებდა ფარისევლებს და სადუკევლებს. და იმის გამო რო არის სიამოვნება არ ეკადაგა, იმისათვის რომ არ სიამოვნებდა, მარტო ვიწროს წეს შეელაპარაკა, კაი ვინც გამიგებს იმ მამამისმეს და იმ მათმა არ გაიგონ, არ გაბრაზდენო, თავის თავად ცხადია, ეს არის იმ ტრობის კიდევ ერთი გამოხატულება, რომ ნათელს არ აქვს მოქმედების ასეთი პრინციპი, რომ შეუთანხმდეს სიბნელეს და სადაც სიბნელეს არ აწყობს ის იქ არ გაბურცეს, არა, ნათელი სადაც გამოჩნდება სიბნელე კეთილი უნდა ინებოს და უკან უნდა დაიხიოს, რატო თვისებებში არ აქვს მას ნათლის წინააღმდეგ აქვია ბრძოლის წარმოება და ამიტომ იოსები როდესაც რაღაცას ყვება, აქ იოსების პრობლემა კი არ არის, იოსებს როგორ გაუგებენ, ან როგორ არ გაუგებენ ამის პრობლემაა სწორედ. მეორე სიზმარი იოსებისა კიდევ უფრო საინტერესოა, სადაც 11 ვარსკვლავი და უკვე მზედა მთვარია თავმოყრილი და ეს ყველანი თაყვანსემენ იოსებს. იოსები თავისთავად ცხადია ამ მეორე სიზმარსაც მოყვება თავისი ძმების და მამის გასაგონად. აი ეს მეორე სიზმარი რაღაცა აზრით კი გააღიზიანებს ძმებს ისევ, მაგრამ ხელსაც მისცემთ. ძალიან კმაყოფილები არიან ამ მეორე სიზმრით, ვინაიდან თავს ვერ შეიკავებენ და მამამის უთხოვენ, შეხედე ჩვენ კი არა, შენს და დედამისს თაყვანი უნდა სცეთ იოსებსო. აი ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი. მეგობრებო, ჩვენ საუბარი დავიწყეთ სწორედ ამ მიმართულებით, რომ არც ერთი უფროსი ძე გამორჩეული არ არის. ანუ მამამთავართა ისტორიაში სრულიად მისაღებია და სრულიად ნორმალურია უფროსმა თაყვანის წეს უწოს. ბოლო-ბოლო რებეკას პირდაპირ აქვს ეს გამოცხადება და ნათქვამი აქვს, რომ ორი ხალხია შენს წიაღში, უფროსი დაემორჩილება უმცროს. ეს მიღებული აქ სიახლე აქ არაფერი არ არის, მაგრამ ჯერ არ მომხდარა, რომ მამას თაყვანი ეცა შვილისათვის. ასეთი რამე არ მომხდარა. უფროსმა რო თაყვანი უნდა სცეს უმცროს კი, მაგრამ მამამ რო შვილს თაყვანი უნდა სცეს, ასეთი რამე არ მომხდარა. ეს იაკობმაც არ იცის. და აი ამ სიზმარს რომ მოისმენს, იაკობიც კი გაუწყება იოსებს. ნუ თუ მე და დედა შენს თაყვანი უნდა გცეთ, ნუ თუ მე და დედა შენს უნდა დაგემორჩილოთ. და ეს ყველაფერი ძმებს დააკმაყოფილებს, ნედან იაკობიც რაღაცა სხვანაირად შეხედავს ამ იოსების სიზმრებს. თუმცა ამბის გაგრძელება ასე ხდება. წმინდა წერილში წერია ასეთი სიტყვები, რომელიც ასკეტური ლიტერატურისათვის არის ძალიან ისეთი, რა ქვია, საინტერესო და ბევრ რამეზე მიგვითითებს. კერძოდ, წმინდა წერილში წერია იაკობმა დაიმარხა ეს სიტყვები, დაიმახსოვრა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. თქვენ გაგახსენებთ ყოველ წმინდა ღვთისმშობელს, რომელიც ყველაფერს იმახსოვრებს.
აი რაც მაცხოვარს უკავშირდება, რაც ღმერთთან ურთიერთობას უკავშირდება, რაც რაღაცა ისეც, რაღაცა მნიშვნელობას უკავშირდება, ყველაფერს იმახსოვრებს. აი დაიმახსოვრა რაც მართალმა სვიმეორმა ხო, სვიმეო ღვთისმიფრქმელმა უთხრა, მასა მთელი ცხოვრება ახსოვდა. მთელი ცხოვრება ისა რა ქვია, სანამ ეს აღესრულება, ღვთისმშობელი ელოდება რაღაცა დიდ სიმწარეს თავის შვილს, რაღაცა დიდ ტკივილს ელოდება თავის შვილთან დაკავშირებით და მთელი ცხოვრება ასე ცხოვრობს. რატო ეს არის მახსოვრობა, ადამიანის თვისება, რომელიც მან გახარჯა და რომელიც მას დაუზიანდა 60-ეული ტრაგედიის შემდგომ, როდესაც ის დაავადდა და რომელსაც ის განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა აქცევდეს, იმახსოვრებდეს. რაღაცა აზრით წმინდანები ამით არიან წმინდანები სწორედ ჩვეულებრივი ადამიანებისაგან, ჩვეულებრივ ადამიანებში გულისხმობ ადამიანებს, რომელიც ამ ქვეყნიურ ორ მტრიალში და ნებებში არიან ჩაფლულები, აი ამ ჩაფლულობისაგან განსხვავებით, მათ აქვს თვისება, დაიმახო, რაღაცა ყურადღება მოვლენებს, რა მოვლენებითაც მათში ღმერთი საუბრობს. აი იაკობმაც ასეთი რამე გააკეთა. ყველაფერი ეს გაუგებარია იაკობისათვის, მაგრამ გასამახსოვრებელია. გასააზრებელია. ეს არის რაღაცა ისეთი, რომლის განმარტება ცხოვრებაში უნდა ნახოს იაკობმა. აი ამით სრულდება ეს ამბავი ოჯახური დაპირისპირებისა, უბრალოდ ხრობა იმის შესახებ, როგორი დაპირისპირება ოჯახში, თუ ეს დაპირისპირების ამბავი ამით არ სრულდება თავისთავად ცხადია, ის გრძელდება ძალიან საინტერესო ამბით. ძმები მწყემსავენ იმის საქვია ცხვარს, მამამ იაკობის ფარას. და ამ ფარაში წასული არ არის იოსები. შესაძლებელია ბენიამინის არ არის წასული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იოსებს აქვია აი ამ ჩვეულებრივ საქმიანობაში მონაწილეობას, იოსებს ჩვეულებრივ საქმიანობაში მონაწილეობას არ იღებს. შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ იოსების გამორჩეულობა გულისხმობს იმასაც, რომ იოსებს იაკობისავით კარვებში ცხოვრება უნდა დაეწყო. კარვებში ცხოვრება რა არის? ჭვრეტელობითი ცხოვრება უნდა ესწავლა. უნდა ჩაღრმავებოდა იმ აზრს, რას ნიშნავს აბრაამთან მიცემული კურთხევა, რა ცხოვრების ის წესი, როდესაც შეუძლია მამამ შვილი ღმერთისათვის დასაკლავად აიყვანოს საკურთხეველზე. როგორი ცხოვრებიდან შეიძლება ადამიანმა 20 წელი იტანჯოს და ღმერთზე სამდურავი არ დასწრეს. 20 წელი უსამართლობისაგან იჭაგროს, მაგრამ ღმერთის მადლიერი იყოს. ცხოვრების ეს წესი უნდა ისწავლოს იოსებმა. ცხოვრების ეს ფორმა უნდა მიიღოს იოსებმა. ამიტომ იოსები განსაკუთრებული აღზრდის ქვეშ უნდა ყავდეს იაკობს და ჩვენ ვნახავთ, რომ იოსებმა ეს ყველაფერი ისწავლა თავისთავად ცხადია. 17 წლის არის იოსები ამ დროს მაპატიეთ, 17 წლის არის იოსები, როდესაც მამა ეტყვის თავის შვილს წადი, ნახე, განაშენი ძმები დოთაიმში ამწყემსავენ ცხრებს, წადი, მოინახულე შენი ძმები და ამბავი მომიტანე მათზე. ძალიან თქო ყურადღებით მოусმინოთ ამაზე, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. იოსები მიდის მამის დავალების შესასრულებლად, ეს სიმბოლოა, რომ ძემ მამის, ესე იგი, აი ეს სრულიად აღასრულა, სრულიად ემსახურა მამის დავალებას. ჩავა დოთაიმში. იქ სადაც თავისი ძმები ეგულება, ბუდის მოგიხდით უკაცრავად ჩემეშალა. განა შენი ძმები სიქემთან არა აწოვებენ ცხვარს, წადი და მოინახულესენ და ამბავი მომიტანე და იოსები წავა სიქემისაკენ. ჩვენ გვახსოვს სიქემელებს რა უქნეს იაკობის შვილებმა, მაგრამ აი ყველა წმინდა მამა ვინც კი შეეხო ამას ამბობს, ღმერთმა შიში დასცა იაკობზე და სიქემელებს და ქანაანელებს აზრადაც არ მოსვლიათ, რევანშისტული რაღაცა მოძრაობა დაეწყო და იაკობისათვის სამაგიერო გადაეხადათ. ზოგადად ეს ისრაელის ისტორიაა, მეგობრებო. ისრაელის ისტორია, როდესაც ისრაელს არ ავიწროებს არავინ, წინასწარმეტყველი გამოვა და იტყვის, რომ ღმერთმა მოასვენა ისრაელი მოასვენა ისრაელის გამჭრია ხმა პოლიტიკამ კი არა. ისრაელში რაღაცა კარგმა სოციალურმა ეკონომიკურმა პროგრამამ კი არა, ღმერთმა მოასვენა ისრაელი. ანუ აზროვნების იმ ფორმამ, რა ფორმითაც შეიძლება ისრაელი მიეწევოს ღმერთს, დეზორიენტირებული არ იქნას ღირებულებითად და ასეთი ცხოვრების შედეგად ტრებს მოусვენებს, ტრებისაგან მოასვენებს ღმერთი ამ ქვეყანას. სწორედ ასეთი რაღაცა მდგომარეობა აქაც იაკობს არ დაედევნება სიქემი, არ დაედევნია ქანაანელები, უფრო მეტიც ის მიწა, რომელიც იყიდა იაკობმა სიქემელთაგან ამ ქალაქის მახლობლად, აი ამ მიწაზეც თავის საკუთრების უფლებას ბოლომდე ახორციელებს. წავა იოსები სიქემისაკენ, ანუ იქ სადაც თავისი ძმები ეგულება, მივა და ნახავს, რომ ძმები იქ არ არიან. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ახლა იოსებმა? წავიდა, ის ხო არ აქვს ახლა ნავიგაცია ხო არ აქვს ჩართული და იმას ხო არ გადარეკავს, აქ არ ახარ და საწახვედი და გამაგებინეთ ხო არა. მივიდა ამ ადგილას, ნახა რომ არ არიან ეს ძმები და რაღაცა უნდა გააკეთოს ახლა.
ერთადერთი რაც იოსებმა უნდა გააკეთოს მეგობრებო გახლავთ ის იოსები უნდა შემოტრიალდეს უკან და მივიდეს მამასთან და უნდა უთხრას იქ არ იყვნენ ჩემი ძმები აი ეს უნდა იყოს ერთადერთი მე სხვა რაფრის გაკეთების საშუალება იოსებს აქ არ აქვს მაგრამ იაკობის დავალება არ არის ეს გაიგე შენი ძმები სად არიან იაკობის დავალება არის ეს გაიგე შენი ძმები რა შვებიან იოსები რომ მივიდეს ახლა და დაბრუნდეს უკან მამას და უნდა უთხრას რომ იქ არ არიან ჩემი ძმები სხვაგვარად რო თქვა შენი დავალება ვერ შევასრულე მაგრამ ვერ შევასრულე ამიტომ და ამიტომ ჩემი ბრალი არ არის მე მართალი ვარ ამ შემთხვევაში იქ რო ყოფილიყო მოგიტანდი ამ ამბავს მაგრამ არ არიან იქ და მე რა ვიცი არიან თავისთავად ხალხი ეს ასეც დასრულდებოდა ეს ამბავი რო არა ერთი საინტერესო მოვლენა რომელიც ამ ადგილას მოხდა აი იოსები აქ წმინდა წერილში როგორ კარგად წერია ესეთ აი ძალიან კარგად წერია რომ იოსები არის დაბნეული ეს დაბნეულობა რას ნიშნავს იოსები არის ცხოვრების უგზაგასაყარზე კი იმ მომენტში არის ეს რაკრას მაგრამ ეს მომენტის გაუგებრობა ხდება დასაწყისი ცხოვრებისეული გზაგასაყართან დგომისა რა უნდა ხდეს იოსებმა როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება 17 წლის იოსებმა რომელსაც ზრდის მამა რომელსაც თავისი ჭრელი კვართი აცვია და ეს ჭრელი კვართი ყოველდღიურად ახსენებს მას იმ მოვალეობებს რა მოვალეობის წინაშეც ეს კაცი უნდა დადგეს მობრუნდეს ახლა უკან და უთხრას მამამისი იქ არ არიან შენი ძმები ეს არ არის მამის დავალების შესრულება არა იოსებმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ახლა ის ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის რომ აი ამ დაბნეულობიდან ყველაფერს შეცეს ყველაფერი გააკეთოს აი იმისათვის რომ მამამის პასუხი მიუტანოს მამის დავალება უნდა იყოს შესრულებული ეს არის იოსების ცხოვრების გზა მამის დავალებას ასრულებდეს და აი სწორედ აქ აი ასეთი აზროვნების გამო წმინდა წერილში წერია რომ მივიდა მასთან ვიღაც კაცი გახსოვთ ეს ტერმინი ვიღაც კაცი ერკინება იაკობს ვიღაც კაცი მიდის ახლა იოსებთან ვიღაც კაცი ეს არის ანგელოზი წმინდა წერილის ენაზე მივიდა მასთან ვიღაც კაცი და ეკითხება რას ეძებ რა გინდა ახლა რას ეძებ ეს დაახლოებით ეს კითხვა ასე შეშეს, როდესაც ადამს ეკითხება, ღმერთი სად ახარ ადამ. როდესაც კაინს ეკითხება, კაინს სად არის შენი ძმა აბელი. აი სადაც ამ დაგვარი მდგომარეობა რას ეძებ, ანუ აი ამ აბნეულობიდან რა გინდა, აი ამ დაბნეულობიდან, ამ გზაგასაყართან ოდღახარ, რომელ გზაზე გინდა წასვლა, რა არის შენი ცხოვრების არჩევანი, რას ეძებ შენ ცხოვრებაში. ასე გაიაზრება ეს კითხვა და იოსების პასუხი. მეგობრებო, რასაც ახლა იოსები იტყვის, იოსები ამ პასუხის მსახური იქნება მთელი ცხოვრება. ამ პასუხის მსახურებაში დალევს სულ 100 წლის ასაკში. ამ პასუხის მსახურებით გავა ამ ქვეყნიდან. აი იოსების პასუხი. ჩემს ძმებს ვეძებ მე. ეს გახლავთ იოსების ცხოვრება. ჩემი ძმები მინდა მე. ჩემი ძმებისთვის უნდა ვიცხოვრო მე. რომელი ძმებისთვის რო ვეგიტანე? პირიქით იოსებს აქვს ახლა ძალიან კარგი საშუალება. გაიქცეს მამასთან და უთხრას, აი ეგრე იქ უნდა ყოფილიყო და იქაც არ არიანო. ეს კიდევ ერთი საშუალება იქნება იოსებისათვის იაკობთან ძმების ბაბესღარობის. არა, იოსების ძმებს კი არ აბესღებს. იოსები ძმებზე ზრუნავს და აი ახლა აქ ცხოვრების გზაგასაყარზე, აი აქ ამ დაბნეულობის დროს, როდესაც ადამიანს წამოწდება ხოლმე ყველაზე საკრალური, ყველაზე გულის შიგნით დადები რა. აი სწორედ ამ ადგილას იოსები მთელ თავის შინაგან დამოკიდებულებას გამოამეს და იტყვის ჩემს ძმებს ვეძებ მე, ჩემი ძმები მინდა. ამიტომაც ეს ვიღაც კაცი გაგებულია იოსების პაროლ ანგელოზად, ზოგიერთი იაზრებს როგორც ისრაელის პაროლ ანგელოზს, ანუ მიქაელ ტავარ ანგელოზს და ეს ვიღაც კაცი ეტყვის იოსებს. გავიგე როგორ ამბობდნენ დოთაიმში წავიდეთ, ანუ დოთაიმში არიან შენი ძმები. აი ახლა იოსებმა თუ გადაუხვია დოთაიმისკენ, აი ახლა იოსები თუ წავიდა დოთაიმისკენ, ახლა იოსება თუ გააგრძელა მართლა ძმების ძიება მამის სახელით, მაშინ იოსები ფრთხილად უნდა იყოს. მთელი ცხოვრება უნდა მეთქვა. ძალიან დიდ სიმწარეს შეხვდება. ენით გამოუთქმელ ტკივილს შეხვდება და ამ ტკივილის გადატანა მოუწევს მას. გახსოვთ ჩვენ იაკობს რა ვთქვათ. რომ იაკობი სანამ ამ კუთხევას გაისაკუთრებს ძალიან მშვიდი, ძალიან წყალი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ როგორც ღვთისმსახურებას გადაწყვეტს, იაკობი ტანჯვათა ცხოვრებაში გაივლის, ძალიან მძიმე ცხოვრება ექნება. ასე იქნება ისააკიც. ისააკი იწყებს სამამამთავრო ცხოვრებას, არა იმიტომ რომ ძია ა ブラ ამისა, არამედ იმიტომ რომ შეძლო და დაწვა საკურთხეველზე. უდიდესი სტრესი, უდიდესი სულიერი ბრძოლა გადაიტანა. ა ブラ ამი დიდია არა იმიტომ რომ სიტყვაზე თქვა რაღაცა განსაკუთრებული ისა აქვს, რა ქვია, სამოქმედო პროგრამა აქვს, არა, იმიტომ რომ შეძლო მოტრიალებული იყო, ეს მოტრიალება ძალიან ძნელია 75 წლის ასაკში, არა, შეძლო მოტრიალებული იყო და უარი ეთქვა სამშობლოზე, ათესავებზე, მამის სახლზე და წასულიყო სადღაც იქ, სადაც არინოდა იოსებმაც იგივე უნდა გაიმეოროს. აი ახლა იოსებმა თუ გადაწყვიტა მამას ემსახუროს, თუ გადაწყვიტა იმ ცხოვრებას ემსახუროს, აცხოვრებითაც ა ブラ ამი, ისააკი და იაკობი ცხოვრობენ, თუ გაუხვია ახლა დოთაიმისკენ,
თუ წავიდა თავის ძმებისკენ, თუ უნდა ემსახუროს ისეას, მაშინ იოსები მოემზადოს. ძალიან დიდი ტკივილი დაიწყება მის ცხოვრებაში. ძალიან მძიმე დღეები ელოდება მას. დიახ, იოსების არჩევანი ეს არის. ის აუცილებლად წავა დოთაიმში. იმიტომ კი არ წავა დოთაიმში, იქ არის მისი ძმები მარტო არა, იმიტომ ძმების იქ ყოფნა, მამის დავალება უნდა შეასრულებინოს. დოთაიმიდან უნდა წამოიყოს ახლა ამბავი, რა შვებიან მისი ძმები. მართლაც გადავა იოსები დოთაიმისაკენ და საინტერესო რა ის იოსებს ეს ხალათი სულად სვია. ხო ხედავ გაღიზიან, აღიზიან ეს ხალათი. იქნება ამ ხალათით აღარიანო, არა, სულად სვია ეს ხალათი. და ამ ხალათით სულ ახსენებს თავის ძმებს. რომ არ დაგავიწყდეთ თქვენ რაღაცა მოხდება ისეთი ჩემთან დაკავშირებით რა თქვენი ცხოვრების გამსაზღვრელი უნდა იყოს ისაც თქვენ გაღიზიანებთ ნუ ხარ გაღიზიანებთ აი ეს არ არის ჩემი არჩევანი ეს მამის არჩევანია და ამით მითითება ზეციური მამის არჩევანზე რომ მისგან არის ეს სიზმრები მან მომცა ეს და თუ მე იმას ვიზავს რა ქვია აი ჩემი გშურთ შინაგანში ჩემი კი არა გშურთ იმას ეწინააღმდეგებით ვინც ეს არჩევანი გააკეთა და ის სწორედ როდესაც აი ამ ხალათით მიდის იოსები ძმების წინაშე გახედავენ ძმები და იტყვიან აჰა მოდის ხილველი ანუ მესიზმრე ეს ტერმინი გამოყენებულია მეგობრებო რა ნიშნის როგორი ებრაული ტერმინია იცით მესიზმრე იმას კი ნიშნავს სიზმრები რო ესიზმრება არა სიზმრებს რო იგონებს ხო მეზღაპრე ეს სიზმრებს რო იგონებს და რაღაცას რო იმაშება ახლა მოდით მოკლათ და ვნახოთ როგორ ასრულდება მისი სიზმრები აი ყველა აკეთებს პარალელს იმასთან დაკავშირებით, როდესაც მაცხოვართან დაკავშირებით თქვამია, რომ გადმოდი ჯვრიდან და გიწამებთ. ძალიან ხოთამას დაუკვირდეთ ამ მეგობრებო, ეს არის მორწმუნის ცხოვრების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტი. ჩვენ რომ მივალ თავის ძოზე ვისაუბრებთ ამაზე, რატო არ გადმოვიდა მაცხოვარი ჯვრიდან? რო გადმოსულიყო ჯვრიდან ხო ყველა იწამებთ. გადმოსულიყო ჯვრიდან ხო კაიაფას ცხოვრებაში არ დაავიწყდებოდა ყოველ შემთხვევაში ვერაფერს მოდახავდა საიმისოდ რომ სიტყვა ეგო იესო ქრისტესათვის და გაებართლებინა თავისი საქციელი ეს რომელი კაიაფა იცით მას ხوار შეუნდება გაგუწარე სული გითხარი ბესია ხარ თუ არა აი ჯვრიდან რომ გადმოსულიყო წარმოგიდგენთ კაიაფას რა მოვიდოთ არ გადმოდი ჯვრიდან ნახეთ რა არის საინტერესო ჩვენ მე ვილაპარაკებთ ამაზე კაი არ გვინდა ეს არ გავავრცელოს ხოლმე წამივა სიტყვა, მაგრამ მე აუცილებლად ვისაუბრებ ამ თემებზე. ნახეთ, ყურადღება მიექცეთ ამბავს, რომ იოსები ახლა უნდა მოკლა და აბა ერთ ნახოთ როგორ აღსრულდება ამის სიზმრები. ყველა წმინდა მამა ვინ შეეხო ამას. ყველა წმინდა მამა ამბობს ერთ და იგივე რამას, რომ ამით წმება გადაწყვეტეს არა წინააღმდეგობა იოსებისა, ამით შეწინააღმდეგება იმისა, ვინც იოსები გამოაგზავნა მასთან. არა იაკობისა კონკრეტულად, არამედ სიზმრების მიმცემელისა, ანუ ღმერთის განგებულების შეწინააღმდეგებისა. ახლა კიდე საინტერესო სურათი იკრიბება რომ ეს ჩრდილოეთი წლის ეს გულანთებული ალალი გულით მისულ იოსებს დაიჭერენ ძმები შემოაგლიჯავენ ამ თავიანთი შურის ერთ-ერთ საგანს მის ჭრელ კვარც და იმას იზავენ რა ქვია მოსაკლავად უნდა გაიმეტონ აი სანამ იოსები მათ მიუახლოვდება ხო და მათ მოკლა გადაწყვეტილი საის რა ქვია გამოვა სიტყვით რუბენი და ასეთ რამეს ეუბნება ძმებს რას გვარგებს ჩვენი ძმის სიკვდილი მეგობრებო ეს რუბენი რომელიც იცით მამის სარეცელზე რუავდა და უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა მამას ყველაზე უღირსი საქციელი რო ჩაიდინა ჯერჯერობით იაკობის ძეთა შორის თუ აი უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა მამის ხარჭასთან დაწვა და ის გამოც მას პენშოება ჩამოვიდა ჩვენ ახლა მე კიდე შემდეგ შეხვედრაზეც ვნახავთ რუბენი სულ დადებითი კუთხე აი ეს საზიზღარი და ეს ზედაცემული რუბენი ყოველთვის არის დადებითი კუთხე და მაღალზნეობრივი კუთხე წარმოქმნილი როგორ ფიქრობთ ასეთი უზნეო კაცი ასეთი ზნეობრივი რანაირად შეიძლება იყოს ასეთი ზედაცემული მე ყოველთვის დადებითი კუთხით როგორ შეიძლება იყოს წარმოქმნილი რა არის მიზეზი რუბენის უზნეობისა ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ და მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა რუბენი ვინ არის იაკობისა უფროსი შვილი და უფროსი შვილი თუა ვის სამიზნეს წარმოადგენს ის დაცემული ძალისას რომელიც ელოდება აბრაამის მოდგმიდან მისი თავის გამჭეჭყავის მოსვლას ამიტომ ჩასაფრებულია რუბენზე როგორც უფროს შვილზე როგორც მისთვის საშიშზე რაღაცა ისეთი უზნეობა რაღაცა ისეთი დედაცემულობა უნდა გააკეთებინოს რომელიც სასირცხო იქნება ღმერთისათვის რომ თავის გენეალოგიაში ის მოაქციოს
აი როგორც კი რუბენი დაეცემა და მას პირმშოობის ის რა ქვია ეს კურთხევა წაერთვა პირმშოობის ღირსება წაერთვა ხო მე უკვე ეს ბოროტი აღარ არის ჩასაფრებული მასზე და რუბენს აღარ აქვს ის სასტურები და სასტურსაც მან ვერ გაუძლო მამამისის ხარჭასთან დაწვა ზოგადად ეს ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებო ამბობენ ხოლმე ადამიანზე რომ ის რაღაც სიკეთეს საკეთეს რაღაცა კარგის ხედა არის მოწოდებული აი როგორი ცუდი რაღაცა გააკეთა იმან რომ ცუდი რაღაცა გააკეთა, იმიტომ გააკეთა ცუდი რაღაცა, რომ რაღაცა საცდურს ვერ გაუძლო, ეს საცდური დაუდგა, ეს საცდური მიუვინა დაცემულმა ძალამ იმისათვის, რომ ის სიკეთის აღმასრულებლობა და ის სათნოებები, რასაც ის აღასრულებს, ამით დამძიმებულია ბოროტისული და არაპატიოს მას ამდენი სიკეთის გაკეთებას. ამიტომ მასთანაა ჩასაფრებული, თორე ის რომელიც უზნეობაშია ისედაც ჩაფლული, ის რომელიც ისედაც კეთილ საქმეებს არ აკეთებს, ის რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მეტად, ის რომელიც ამ თავისი არაკეთილ მოქმედების გამო ისედაც ემსახურება დაცემულ ძალას თავის თავისხადია მის წინააღმდეგ რაღაცა იმას აქვია ვნებებს არ აღწევს და მას ცოდვით არ დასცემს ამიტომ ხშირად უკითხავენ კარგი ადამიანის დაცემა ყურადღებას არ აქცევენ იმას ცუდი ადამიანი ანუ ის ადამიანი რომელიც ისედაც უზნეო ცხოვრებით ცხოვრობს რატომ არ აქვს იგივე სასწაულები წარმოდგენილი რაც სათნოებებით ცხოვრებ ადამიანს აი აქ ამ ადგილას რუბენი გამოდის სწორედ ამ შეთავაზებით ნუ მოკლავენ იოსებს იქნება ჭაში ჩააგდო. ეს ჭაში ჩაგდებას რუბენისათვის რაღაცნაირი გამოსავალი იქნება აქედან ვინმე მცოცხალი ამოიყვანოს ან და მე გული მოულბენ წლებს თორე ეს ჭაში ჩაგდება იგივე სიკვდილია და რატო ამას ახლა გეტყვით. აი რაღაცნაირად გადაათქმევინებს რუბენი ამ იმას რომ მართლა ძმის სისხლში ხელს ნუ გავითვლით და ჭაში ჩავაგდოთ. ეს ჭარა არის ის მეგობრებო რუბენი ამას ეთქვის და გავა. რუბენი უშუალოდ აი ამ შემოძარცვაში და აი ამ იოსების ჭაში ჩაგდებაში არ მონაწილეობს. ეს ჭა როგორია ეს მე თქვენ გითხარით ჭის ორი სახეა ერთი ჭარი რომელიც გამდინარე წყლებით იკვებება და იქ სულ წყალი გროვდება და მეორე ჭარი უბრალოდ რეზერვუარი რომელიც წვიმის წყლების ხარჯზე ივსება და რომელსაც უფრო მწყემსები იყენებენ ეს ჭა როცა დაშრებოდა ეს ჭა ის უკვე ჯურღმულია ის ანუ გამოსადეგარი აღარ არის არაფერთვის მანამ სანამ ის წყლით არ გაივსება და სანამ ის წყლით გაივსება ის ანუ წვიმის წყლებით გაივსება მანამდე როგორც წესი ასეთი ადგილი საბუდარი იყო 1000 ქვეწარმავლების და 1000 შხამიანი არსებების. Რომ აქ ადამიანის ცხოველი ჩავარდა ავტომატურ სიკვდილს იწევდა. აი აქ ჩააგდებოდა რაღაცა. ის ავტომატურად იგულისხმებოდა რომ იქიდან ცოცხალი ვერ ამოვიდოდა ვერანაირად. აი სწორედ აქ მოისვრიან თავიანთ ძმას, აი აქ ჩააგდებენ იოსებს და წინადადება რომელიც მინდა წერილში წერია, რომელიც აი მთელი ამ მოვლენის შემზარავებას და სიმძიმეს მთელი სისულით გამოხატავს. ძმას ჩააგდებენ ამ ჭაში და მოცილდებიან ამ ადგილს და სავარაუდოდ ყოველ შემთხვევაში არის ჩვენ ვკითხულობთ ამას რომ ყვირილი იოსების ყვირილის ხმა ესმის ძმებს რომელიც ყვირილი საიდან უნდა იყოს ან მიშველეთ ყვირის ეს იოსები იმიტომ რომ ჭაში ჩავარდან და ხედავს სიკვდილი როგორ უახლოვდება მას როგორ უახლოვდება რაღაც შხამიანი ცხოველი ან და რაღაცა მორიელი ან და გვერი რომელიც იბუდებს ამ ადგილას და როგორ მოდის სიკვდილი რომ მოკლას იოსები და როგორი განწირული ხმით, როგორი ხმამაღლა უნდა კიოდეს და ყვიროდეს იოსები რომ უშველონ. და აი აქ წერია წმინდა წერილში საოცარი სიტყვები. ძალიან ერთხელ ამას დავუკვირდით რა. ძმები დაждენ და საჭმლის ჭამა დაიწყეს. ადამიანი ცუდ რამეს რომ გააკეთებს, ხო? რაღაცნაირად ჭამის მადა თუ სინდისი, ამ ხალხ ჭამის მადა წაერთმევა. შეიძლება ძალიან ჩიოდეს, მაგრამ რაღაცა ცუდი რო შეხვდება, ხო? რაღაცა არ უნდა ამ საქმეს ვერ ჭამს, აი თითოეულ კრიჭა შეკრული აქვს, რაღაცა ცნობილი ერთი ასეთი ისა რა ქვია მაგალითი, რამდენიმე პერიოდი, მაგალითად გარკვეული პერიოდი, ორი სული თითქმის ერთნაირი ფიზიოლოგიური მონაცემებისა და ფსიქიკის მქონე ადამიანი სხვადასხვა ოთახში ამყოფეს და გარკვეული პერიოდი აშიფშებეს. და რომ გამოუშვეს, ხო, ისინი ერთმანეთს ვერ ხედავენ. რომ იმას საკრეს ეს შემშლობის პერიოდი რომ დაუსრულდათ, ცდა იყო ასეთი. ერთს კარგი ამბავი უთხრეს, მეორეს სუდი ამბავი უთხრეს. და ის რომელსაც სუდი ერთნაირად ეშიმშიმეს, თითქმის ერთი და იგივე მონაცემები ჰქონდა, თითქმის ერთი და იგივე, და ვისაც კარგი ამბავი უთხრეს, ესე იგი ძალიან გულიანად შეუდგა ამ საქმეს, რომელიც ერთი და იგივე საჭმელი დაუდგეს. მაგრამ ადამიანს რომელსაც სუდი ამბავი უთხრეს, ხო, მიუხედავად ისე იმნაირად იყო ნაშიმშილები, ვერანაირად ვერ მოკიდა ამ საჭმელს ხელი, ანუ რაღაცა ვერ დაიწყო ამ საქმის მიღება. აი ძმებზე როცა ნათქვამია რომ ძმა მოკლეს, პრაქტიკულად ისო ჩააგდეს ორმოში და ყვირილი რო ესმინა, ეს ყვირილი მათ სმენას არ წვდება. ეს ნიშნავდა სწორედ იმას, რომ მათ ძმა მოკლეს, მათ ძმა გაიმეტეს. შესაბამისად, მიუხედავად ამისა, რომ ისინი საჭმლის ჭამის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს, ჩვენ შეგვიძლია ახლა ბოლომდე წარმოვიდგინოთ.
როგორი მძიმე მდგომარეობაა ძმებში, როგორი უძლურია იოსები მათი შეგონებისათვის და როგორ არის ბოლო ინსტანცია მართლა დარჩენილი იაკობი, რომ იმას აკრას, რა ქვია, თავის ძმებზე ისრუნოს. ყველა წმინდა მამა, რომელიც ამ ადგილს შეეხო. ვერ იმას აკრა, რა ქვია, ვერ აუქცია გვერდი იმას, რომ ეთქვა, რომ ამ შემთხვევაში იოსები არის მაცხოვრის სიმბოლო, რომელსაც ჯვარზე კლავდნენ და ჩქარობდნენ, როდის მოკვდებოდა, რადგან რა ეკრათ, წასულიყო და საფასე კოტარიგი ეჭამათ. ეს ჭამა, აი ამათი რაღაცა რიტუალური სუფრა, უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მართალი კაცის მოკლა. არც ერთი სიტყვა, რომელიც მაცხოვარმა 7 სიტყვა თქვა მაცხოვარმა ჯვარზე, არც ერთი სიტყვა, რომელიც მაცხოვარმა თქვა მათ სმენას, არა ფიზიკურ სმენას, არამედ მათ გულის ხმას, მათ გულის ხმერებას არ შეეყო და ისინი ხრუდარჩენ ამ სიტყვებზე, ესე როგორც ძმები ახლა დაყრუებულები, საწმოს ჭამენ და იოსების ეს ყვირილი, იოსების ეს მოთქმა არ ესმის მათ. იოსების ჯურმუში ჩაგდება ჩვენთვის კიდევ ერთი რამით არის ძალიან მნიშვნელოვანი მეგობრებო, ძალიან თოთ ყურადღება მიაქციოთ. გახსოვთ ჩვენ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ აბრაამა თავის შვილებს ღმერთთან ურთიერთობა ასწავლა სიკვდილით. სიკვდილი აუხსნა. რა არის სიკვდილთან ურთიერთობა? რომ ღმერთი არის ვიღაცა ისეთი, რომელიც სიკვდილის მერე დგას, რომელიც სიკვდილზე მაღლა დგას და სიკვდილის თვალებში ჩახედვა და აი ამის გაძლება, აი ამის ძალა, ღმერთისაგან მოცემული ძალა ადამიანს აამაღლებს ღმერთთან უშუალო ურთიერთობის საფეხურზე დააყენებს. რაც მინდა წერილი ჩვენ გვიყვება საოცარ ამბავს. თუ კი იოსებმა უნდა გააგრძელოს გზა აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა, თუ კი იოსებია სწორედ ძე ისრაელისა, თუ კი იაკობმა თავის ძედ გამოიჩია იოსები და ახლა იოსებმა თავისი ძმები, ანუ მამის მსახურება, ანუ ღვთის მსახურება გადაწყვიტა, მაშინ იოსებმაც თავისი მსახურება უნდა დაიწყოს ასე. სიკვდილს უნდა ჩახედოს თვალებში. იოსებმაც აი სიკვდილის დერეფანი უნდა გაიაროს აუცილებლად. წმინდა წერილი ამას გვიყვება სწორედ იოსები მას იზავს, რა ქვია, აი ამ მდგომარეობაშია, ძმები საჭმელს ჭამენ, რუბენი მოვა და იკითხავს იოსები სად არის და ეტყვიან, რომ ესე იგი იოსები ჩაგდეს ჯურხმულში. ახლა წმინდა წერილის თქობა ერთი რამე წერია, მაგრამ ორნაირად გებულობენ. ერთი გაგება არის ასეთი, რომ რა ქვია, იტყვია, იუდა იტყვის, ახლა იუდა გამოდის ამოღაწო ასპარეზზე და რატომ ამას ცოტა მოგვიანებით ვიტყვით, რომ იუდას იტყვის, რომ რას გვარგებს ჩვენი ძმის სისხლში ხელის გასვლა, დაინახავენ მოდიან მიდიამელი ისმაელი ვაჭრები, ეს ვაჭრები ორივე სახელით იწოდებიან, ისმაელები ერთ არიან, მიდიამელებიც არიან და მოდი მივყიდოთ მას და მოაცილებენ აქაურობას, მონად გავყიდოთ იოსები და მოაცილებენ აქაურობას და იმას იზამენ, რა ქვიან იმას. ამით ჩვენ ძმაც არ გვეყოლება მოკლული და ასე ვთქვათ, ჩვენ სამ შურის ობიექტსაც მოვიცილებთ ჩვენგან. მართლა ძმებს მოეწონებათ, ამოიყვანენ იოსებს, მიყიდიან 20 ვერცხლად და ყველას გვესმის ხლა ეს სიცილას სახე 30 ვერცხლად ჩვენი მაცხოვრის გაყიდვისა და ესე იგი ეს ვაჭრები იოსებს წაიყვანენ ეგვიპტეში. 20 ვერცხლი მეგობრებო გახდათ რა თანხა იცით, ერთ-ერთი კანონია ნაპოვნი აი აღმოსავლეთის კანონმდებლობიდან, სადაც აი ეკვივალენტებია დადგენილი და ეს 20 ვერცხლი გააცნებულია, აი 20 ვერცხლს თავისუფალი გლეხი 5 წლის განმავლობაში ვერ გააკეთებდა. აი იმდენად იაფად არის გაყიდული, იმდენად არაფრად არის შერაცხილი იოსების სიცოცხლე, იმდენად არაფრად არ უღირთ იოსების სიცოცხლე და იოსებს გაყიდიან 20 ვერცხლად. არის მეორე ვერსია, მეგობრებო, რომ იოსები ჩააგდეს ჭაში და ეს ჭაში ჩაგდებული იოსები ძმებმა კი არ ამოიყვანეს, არა. ეს ქარავანი მოდიოდა, ამ ქარავანმა ყვირილი გაიგო, იოსები ამოიყვანა და მონა თვითონ წაიყვანა, მე თვითონ ძმებმა მიირბინეს და მართლა წერია წმინდა წერილში, რომ ჩაიხედეს, რუბენმა დაიწყო ყვირილი, სად არის იოსები აქ არ არის. ანუ ძმებმა კი არ გაყიდეს, ძმებმა მოკლეს. მაგრამ გაყიდვა ეს არის წყალობა ღვთისა, ღმერთმა ამოაყვანინა თავისი განგებულებით აი ამ ვაჭრებს ესისა და წააყვანინა ეგვიპტეში. ძმები კვარც იოსების ჭრელ კვარც თხას დაკლავენ და მის სისხლში ამოსვრიან და ეს არის წინასახე მაცხოვრის სიკვდილისა და წინასახე არის რომ მაცხოვარმა სისხლი დაყვარა, ეს ბუნება რომელიც შეიმოსა, ამ ბუნებამ სისხლი დაყვარა და აი ამ კვარც უტიფრად მიუტანენ მამამისს. ეს კვართი ვიპოვეთ და ნახე იოსების ხო არა. ძალიან საკრული შეკითხვაა. თვითონ რა ვერ ცნობენ ეს რომელი კვართია. ეს კვართია დღე-დღე ძილს ვაკარგვინებდა და ახიზიანებდა და შურით ავსებდა. მაგრამ რაღაცა თითქოს და როგორ ეუბნებიან იცი, აი ეს ნახე ის შენი შვილის კვართი ხო არ არის,
ეს კვართი ხო არ არის ისიც შენ გამოარჩიე იოსები ეს ის ხო არ არის რომლის იმედიც ქონდა შენ და აი ესე უტიფრად მიაწვდიან მამამისი ამ სისხლიან კვართს აიღებს ნახავს რომ იოსების არის და იტყვის კი იოსების კვართია ხეთს ნადის დაუგლეჯია ჩემი იოსება გამწარებული ჩავალ შავში იაკობი ყველაზე უბედური ადამიანია ამ წუთებში და მისი ამ ძიმე მდგომარეობას მინაწერილი გამოხატავს ასე ამ გლოვით და იტყვის რომ იაკობმა ჯვალო შეიმოსა ჯვალო რა არის მეგობრებო იცით აკლემისან ტყის ტყავისაგან აკეთებდნენ და ძალიან უხეში იყო თანზე აი საშინლად ძიმე სატარებელი იყო განსაკუთრებით როდესაც პალესტინის ძიმე მცხოვრებზე ამიტომ ეს ახაც ასკეტური ღვაწლის რაღაც ძალიან მაღალი საფეხური რომელსაც ხორცი გაქვს ასე შეწუხებული შვილები ამშვიდებდნენო იაკობს მაგრამ თავისთავად ხადე იაკობს ეს ნუგეში არ უნდა იაკობს ეს ნუგეში არ უნდა ამ ნუგეშის ვერ მიიღებს ასეთი გამწარებული იაკობი ასეთ გამწარებული იაკობს გვიტო ჩვენ წმინდა წერილი თავის მთხრობის აი ამ მონაკვეთზე 17 წლის იყო იოსები როდესაც მეფა გაყიდეს ეს ძალიან საინტერესო რამეს ნახეთ იაკობმა 17 წელი ზარდა იოსები და 17 წელს არის იოსები როდესაც გაიყიდება. და ჩვენ ხო ვიცით ახლა დღეს კი ვერ მოვასწრებთ ამას, მაგრამ ხო ვიცით რომ იაკობი და იოსები შეხვდებიან ერთმანეთს. საინტერესო რას იცით? რომ შეხვდებიან 17 წელში იაკობი გარდაიცვალა. აი თითქოს და 17 წელი მამა ემსახურა შვილს და ბოლო 17 წელი შვილი ემსახურება მამას. აი 17 წლიანი პერიოდის 34 წელი დახო იაკობმა იოსებთან ერთად თავისი ხანგრძლივი ცხოვრების არც ისე ხანგრძლივი, მაგრამ შედარებით ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში იაკობი 147 წელს საკუთრში გარდაიცვალა, მაგრამ აბას პერიოდი ხო შეცოცხალია თავისთავად წყალია და ეს 17 წლიანი მონაკვეთი ძალიან სიმბოლურია და ძალიან ისეთია თვალშისაცემია წმინდა წერილში. ეს გახდა სწორედ ის ნაწილი, რომელზეც დღესაც თუ ფიქრობთ რომ გავაგრძელოთ საუბარი, გავაგრძელებთ საუბარს, არანაირი პრობლემა არ მაქვს. მამაო შეგორი თქვი. შემიძლია გავაგრძელო საუბარი თავისუფლად. შეკითხვებს მოვასწრებთ? არ ვიცი, ეს თქვა როგორც გინდათ. მაგრამ თემატურად ჯობია ხოლმე ამოწუროთ ეს საკითხი და მე. ხო, არა, იოსებს ცალკე მივუძღვით. რა თქმა იოსებს. ეხლა უკვე ეგვიპტის ამბავი. ეგვიპტის ამბავი დაიწყოს. ეგვიპტის ამბავი წელი. წელი. უბრალოდ ჩვენ ასე იოსებთან დაკავშირებით მოგვიწევს კიდე მინიმუმ 2 ლექციის ჩატარება რა, 2 შეხვედრა, მინიმუმ 2 შეხვედრა. და მე აი გამოტოვებულ 38 თავს მივხედავთ. და ამით დავასრულებთ შესაქმის ციკლს და მე დავიწყებთ ნუ აი ენით გამოუთქმელ საინტერესო ეპოქაზე საუბარს მოსესე. ცალკე ეპოქა იწყება, ცალკე მოვლენა რა. და მოსეკვა ინტერესებს ძალიან ბევრი რამის გამო, მაგრამ იმის გამო რომ შემდგომ მოსეს მე უნდა გავიგოთ რა არის ისრაელი და რა ხდება ისრაელში და რა ხდება ეს ისრაელში. და იერუსალიმის დაქცევამდე რომ ვიღოთ აი ეს გზა უნდა გავიაროთ აუცილებლად. ადრეთ შევეხეთ. ღვთის განგებულების არალოგიკურობას. და რაღაცა ადამიანებისათვის რომლებიც არიან მოაზროვნე და თავისი ლოგიკური დასკვნებით ბევრი რამ სწორად გადაუწყვეტიათ, მათთვის ძალიან ძნელია მოწყდნენ ამ ლოგიკას. და ასე ჩვენ გვინდა რომ ლოგიკა იყოს ფაქტიურად წინამძღვარი და ღმერთი ჩვენ. მან გვიწინასწარმეტყველოს ლოგიკა თუ კარგად გესმის, მან უნდა გიკარნახოს წინასწარ რა იქნება ეს მიგახვედროს და როგორ ჩანს ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე რომ ღმერთს ეს არ უნდა. ღმერთს უნდა რომ გელაპარაკოს. უშუალოდ გელაპარაკოს და შენ როდესაც სულიერი თვალი გაქვს დახშული და გონებაზე ხარ დაკნობილი და ლოგიკური დასკვნებით ცდილობ გზა გაიგლიო, მას უნდა რომ ეს სულიერი თვალი შენ იყოს მოქმედი და შეგეძლოს შენ სმენა ღვთისა. ამიტომაც აი ყველაზე უფრო მთავარ საკვანძო საკითხებში ჩვენ ხედავთ რომ ლოგიკა ირღვევა. და ამით ჩვენ მიგვასწავლებს, მიგვანიშნებს ღმერთი რომ უმნიშვნელოვანესი არის უშუალოდ ურთიერთობა მასთან და ლოგიკა
და ჩვენი დასკვნები გაცილებით უფრო ნაკლები. ფაგორადულად შენი ეს ლოგიკა და ეს ასრულების შემოქმედი ნაწილია და მნიშვნელოვანი, მაგრამ უნდა მოაწყო იმის მიხედვით. ის კი არ უნდა მოაწყო ამის მიხედვით, არა. ეს უნდა მოაწყო საზომი უნდა იყოს, არა ის რაც შენ მოიგონე და გადაწყვეტე და მიხვდი, არამედ საზომი უნდა იყოს ის და რასაც მიხვდი, ეს უნდა გაიაზრო იმის მიხედვით, გამოცხადების მიხედვით. პრაქტიკულად ეს მოვიდა ადამ სამოთხეში სწორედ როდესაც ადამიანმა ლოგიკურად ჩათვალა, რომ შესაძლებელია რაც შესთავაზეს, ხო? ისე კი არა ასე მივიდეს ღმერთთან. ხო, აი უმნიშვნელოვანესი არის ახლა ქრისტიანის ცხოვრებისათვის პრაქტიკა ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილება ღმერთთან ურთიერთობის. ამის გარეშე დანარჩენი ყველაფერი რჩება ჩვეულებრივი ცოდნა, რომელსაც ან გამოიყენებ, ან არ გამოიყენებ. სავარაუდოდ არ გამოიყენებ. ხო, სავარაუდოდ არ გამოიყენებ. და აი სწორედ ეს მომენტები შენ მაგას მიგანიშნებს, რომ ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილება არის მთავარი შემადგენელი ადამიანისა. ლოგიკა მე დამხმარე რაღაცეებში. უნდა ჩართო თავის თავაცხადება, გადამწყვეტი მნიშვნელობა, შენთვის ეს არ უნდა იყოს გეთანხმები, ამან შენთვის ეს არ უნდა იყოს გამოცხადების ტოლფასი. თავის თავაცხადება ლოგიკური. ჩვენ ხო ეს გვინდა. ჩვენ რეალურად გვინდა. ეს რომელთაც სულ მუდამ დავგეგმოთ პავლინეთ დღეს. ლოგიკა გვაქვს, მოცემულობები გვაქვს და ჩვენ შეგვიძლია ავაწყოთ რაღაცა ამონახსნი. და ღვთისათვის ეს არ არის სანდო და ღვთის განგებულებას ამას ამით ვერასოდეს ვერ ამოწურა. და ჩვენ რაც უფრო ვართ მოკლებული ამ სულიერ ხედვას, მით უფრო ვართ ჩაბღაუჭებული აი ამ ჩვენს გონებას და ლოგიკას. და მე შევიცხადებთ ხოლმე რომ ეს ხო არ არის ლოგიკურია ეს როგორ შეიძლება იყოს და ამ დროს ესე თავის ადგილზე არ ალაგია ლოგიკა და მათთან ურთიერთობის განხილვა.